მე ვიტყვი ერთ საწყისს. მიშა, მე მინდა რომ შენ იყო ლამაზი და ტანადი. ო შეგეაცვალე, ვიდი აბა. ეს თუ არა ყია ხო კარგი, თუ არა და სამუშაო გექნება ამ თემაზე. არ არის პრობლემა. წყალია. ფიფიმედებ მართლები დარწმუნია ჩემო. ადაპტირებული ვარ. ჩემს სხეულთან შეგუებული ვარ. ახალი გასუქებულები რო არიან წეგან უყვებოდი რა, იმათ იქ. შენ ცუდი სხეული ნამდვილად არ გაქვს? მე მაგ სხეული ადაპტირებული ჩემს გონებას. მაგრამ ეს ადმოვატრიალოთ. არა, სამუშაო გაქვს უბრალოდ არაფერი. არ არის პრობლემა. მიდი, არა, ჯერ დაილოცე და მე, იმიტომ რომ სუნი არ გეცეს. აჰა, ოკეი. კარგი. ჩვენ ასე შორს წავალთ. გადაცემა, მე მგონი ორშაბათ დილას დავიშლებით. ვირფასო ტელემაყურებლებო. გისმენთ. კარგად ვიყოთ, მაგრად ვიყოთ. მიდი. მინდა რომ ეგ არაყი. ო, გამარჯობა შენი. აი როგორ უნდა დაინტერესება ადამიანს. მე მგონი არა წყალია. გაგვაგებინე. წყალია. კარგად რატო უნდა ვიყოთ? ხო შეიძლება რომ ვიყოთ გადასაღებად, შემოვიდა. მე მინდა რომ აი გუფის რო რითმის გზნობა აქვს, ხო. ეგეთი რითმი კონდეს მე და შენ გულებს. აუ, რაღაცა ტახიკარდიაო თუ რა. ეხა მოვიფიქრე. ოკეი, არ არის. თუ კიდე სხვა რამეს ვიტყვი? არა, თქვი, კაცო. რო წყალია მე მგონი. გუფის კარგი რიტმები აქვს. არაღია. გუფი. შვიდი რიტმი. კაირფიქრე. ანუ ხატია შენ დაიმახსოვრე. რამდენი 100 უბრალოდ დაიმახსოვრე. არაყი ერთი მე დავლიე. მესამე twins დალევს არახს თავდება იქ თამაში. პირველი არაყი დალიე? კი. პირველი რა ეხა? კი ბატონო. მიშა. არა, გათამაშების პირველი არა. გათამაშების ფორმატში. მოდი ახლა ეს იმ კაცს გაუმარჯოს, რომელმაც პირველი არაყი დალია. ცხოვრებაში და ეს რა კარგი რომ ყოფილა როცა. აი იმ კაცს გაუმარჯოს. აბა? ლოთობის 3 სტადია არის. ლოთობაზე გეტყვით ხო რო გითხარი? კი, მე რომელზე ვარ ეგ მაინტერესებს. შენ ხარ პირველზე. რას ლაპარაკობ? ან მეორეზე. ეხლა გეტყვი. ან მესამე. პირველი სტადია არის, მესამეზე არ იქნება ეს. პირველი სტადია არის, რომ 30% შემთხვევებში შემოთავაზების რომ დალევ ამბობ კის. კის, კი. ეხლა ყველა ქართველი მანდვართ. აი მეორე სტადიაზე არის გადასამოწმებელი. მიდი ნახე რა არის კაცო, მიდი. ეს კაცი დავლოცოთ ის ბრწყინვალე ისტორიული პიროვნება. მე მგონი წყალია. წყალი. კაი. კარგი. ავიღე ეს. მეორე სტადია ისი რა არის? მეორე სტადია არის რომ დილით რო იცი რომ საღამოს რო დალევ და კარგ ხასიათზე რო ხარ. ეგ არის ლოთობის მეორე სტადია. მართალი ხარ, მეორეზე ვარ. ჩაგახედე სარკეში. მან ვარ მეც. მიშა. მე მინდა რომ ყველა ლამაზი ხალი იყოს ჩვენი. ეხლა ვეგეტყვი. იდი აბა. შენი დედა. ბიჭო. შენ ხო ხარ ჩემზე 2 წელი. ალია შენზობას ვიცავარ, შანსი არ არის. 2 წლით უფროსი ხო ხარ ჩემზე შენ. მე ყველა კალს სად გაწოდები რა. მე ბიჭო ვისწურვე. ცოტა ესე გადაგექცევა მე ტანჯვად. საშინელ მოვალეობად. გეხვეწები. იგივე თქვი შენ იქნებ გაარტყა. კარგი. ყველა ლამაზი ხალი რომელიც მოგვეწონება ძალიან არ იყოს უარზე ჩვენთან ურთიერთობაზე და მე ეხლა ხო მე ჩვენ რას ვიზავთ ეგ მე ეხლა ჩვენ რას ვიზავთ იყო ჩვენი არჩევანი მაგრამ თავისთავად განცდა იმის რომ სასურველი მამაკაცი ხარ სასიამოვნოა როგორც ქალებს სიამოვნო მიდი წყალია წყალი მიდი წყალია აღჯერა. მიდი. აბა ვნახოთ. აუ დედას გაფიცებ არაყი იყოს რა.
1-1. ო შევდეი წყალი მინდა რომ დავა მე და შენ გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. არ დავბერდეთ არასდროს. ჰა? ნუ არ არის გამორიცხული თანამედროვე მედიცინა რა ტემპიდაც ვითარდება რომ არაყი იყოს მან. არაყი. 2. აბე აი ხო გეუნებით მე არასდროს არ დავბერდები. თუ ამ გადაცემას თავს დავანებებ არ დავბერდები არასდროს. ღმერთო. კი. ეს იმ კაცს გაუმარჯოს. პუტინთან რომ მივა რა. მე ხალი ვიცი ეგეთი. შენ კაცზე ამბობ? კაცზე ამბობ. და რო ეტყვის. რო ეტყვის რომ ბიჭო არა გწხვენია. რევს ეს დაფიქრდი, რომ ის ზალა დაატანე, რა საკეთებ, რას დაამსგავსეო. ან შენი ქვეყანა, ან ეს მსოფლიო. ან ეს რად გინდა? და რო დაამატებს. აი რო შეწყვეტ. ათო უნდა შეწყვეტ, მაგას გულში გაიფიქრებს. არ ვიცი, მე იმდენი დავლი უკვე ვერ ვაყავ. შეარწყვეს, რა შეარწყვეს იმას და ისიც რო იტყვის რომ მოდი კრემი დაუბრუნდეთ ჩემ უკრაინელებს, აფხაზეთს ამას დაუბრუნდეთ და აი ეს ძველებურად გემრიელად და ყაზანს და ასტრახანს თათრებს რო დაუბრუნდეთ. თათრებს რო დაუბრუნებს, კი. მიდი აბა, ეგ წყალია. ეგ წყალია, არ მითხრა არაყიაო, თორე გავგიჟდები. პუტის არაყიატო. როგორ მივიდე იქამდე ეხლა რა, თორე რა უნდა უთხრა უკვე ვიცი. 2 თორე. ანუ ეხლა გადაწყვეტია ეხლა. პირველი თორე არის. ვიც პირველი არ აღსდალებს, თავდება იქ თამაში. თუ ბოლშემენშე. გახურდა კეიფი. შემოგეულე. შემოკაცურო კაცო. ახლა რისი თქვა მინდა მე. აი ამ გულში. რამდენი ადამიანის ხატებას ინახება, ყველას გაუმარჯო. ო შეგენაცო. აი უსიტყვოდ გაგება ქვია ამას. იმ დღეს მოვიფიქრე ფრაზა რა. ქართული ენა რატო გჭირდება იცი ქართველებს? უსიტყვოდ რომ გაუგოთ ერთმანეთს. აი